როგორც უკვე იცით, აჭარის უმაღლეს საბჭოში 5%-იანი ბარიერი 4 პარტიამ გადალახა. შესაბამისად, აჭარის საკანონმდებლო ორგანოს მიღმა დარჩა ლეიბორისტული პარტია, რესპუბლიკური პარტია პაატა ბურჭულაძე სახელმწიფო ხალხისთვის და თავისუფალი დემოკრატები. როგორია მათი განწყობა, თამარ კიკნაძე მოგვიყვება. ლეიბორისტული პარტიის ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ოპონენტებთან კონსულტაციებისთვის ემზადება. მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ დავით თარხანმოურავი, ირმაინაშვილი პატრიოტთა ალიანსმა და ნინო ბურჯანაძე დემოკრატიულმა მოძრაობამ 5%-იანი ბარიერი გადალახეს, ჯელალ ქიქავა რეგიონის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს პრორუსული ძალებისაგან დაცვას გაერთიანებული ძალებით გეგმავს. პუტინმა გაათამაშა თავისი სცენარი, მოიყვანა რუსული პარტიები, ეს თარხანმოურავი, ნინო ბურჯანაძე, იმ ქვეყანაში, სადაც თარხანმოურავი მოუგებს პაატა ბურჭულაძეს, ძნელია ცხოვრება რა, გვენდეთ ამაში რა. არ არის, ხალხს არ უნდა რედისონი, არ უნდა ხილტონი, არ ჭირდება შერატონი. ეხლა ჩვენ დავიწყებთ კონსულტაციებს ნაციონალურ მოძრაობასთან, პაატა ბურჭულაძესთან, ყველა იმ პარტიებთან, რომელიც არჩევნებში ღებულობდა მონაწილეობას გარდა ამ ნორჩი პუტინელების პარტიის ხელმძღვანელებთან და მივიღებთ გადაწყვეტილებას ალბათ. წინასწარი მონაცემებით რესპუბლიკური პარტია მიღებული ხმების რაოდენობით მეხუთე ადგილზეა. პარტიის აჭარის ორგანიზაციაში ოპონენტებზე გადანაწილებულ ხმებზე პასუხისმგებლობას იმ ამომრჩეველს აკისრებენ, რომლებიც არჩევნებზე არ გამოცხადდნენ. რომ არ გაყალბებულა, ეჭვი არ ეპარებათ, მაგრამ დარწმუნებული არიან, რომ ფინანსურმა რესურსმა სძლია. ბოლო დროს საქართველოში საარჩევნო მთლიანად ეს პროცესი დაემსგავსა ბაზარს, სადაც არის ის, ვიც იყიდება და არის მყიდველი. დავეთანხმებით ცისკარიშვილის გამოთქვას, ცუდ ხელისუფლებას ირჩევს ის ამორჩეველი, რომელიც არ მიდის არჩევნებს. ის 50% მოსახლეობისა, რომელიც არ მივიდა არჩევნებს, აი ის არის ასე ვთქვათ პასუხისმგებელი იმაზე, თუ როგორ გაალაგდა პოლიტიკური ძალები როგორც პარლამენტში და აჭარაში და მე ვთვლი, რომ ეს არის ძალიან ცუდი განლაგება საქართველოს მომავლისთვის. ბარიერი ვერც ბლოკმა პაატა ბურჭულაძე სახელმწიფო ხალხისთვის გადალახა, რასაც ბლოკში შემავალი სუბიექტები არ ელოდნენ. აქ აცხადებენ, რომ საუბნო და საოლქო კომისიებს ობიექტურად რომ ემუშავათ, განსხვავებულ შედეგს მიიღებდნენ და რაც მთავარია, დომინანტი პარტიები ერთმანეთს ვერ გაურიგდებოდნენ. რა გახდა დაბალი შედეგების მიზეზი, ჩამონათვალი ვრცელი აქვთ. მათ შორისაა შენიშვნების ოქმში არსებული უზუსტობებიც. არჩევნები რეალურად გაყალბდა და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის გარიგების შედეგია, რომ მივიღეთ ის შედეგები, რომელიც მათ აწყობთ გვაქვს უფრო მეტი მხარდაჭერა, რომელიც უნდა ასახულიყო შესაბამის საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებებში. დაფიქსირებული არის თვითონ საუბნო საარჩევნო კომისიის ოქმებში, თქვენ თვითონ ნახეთ, რომ აქ არის ჩასწორებები, გადასწორებული არის მონაცემები, ასევე არ ემთხვევა, ვთქვათ, მოსული ამომრჩევლების ბათილი ბიულეტენებისა ზოგადად ბალანსი არ არის დაცული. შედეგების შეფასება ვთხოვეთ თავისუფალ დემოკრატებსაც, თუმცა დაპირების მიუხედავად დღის ბოლოს პარტიის წარმომადგენლებმა თავი აგვარიდეს.